ერთი სიტყვა არ გაგეპაროს უზრდელური всё. არა, შანსი არა. დავიწყეთ, არ უნდა ამდენი ლაპარაკი. მოვედით თბილისი Outlet Village-ში და დღეს მე როგორც ყოველთვის და როგორც ყველგან დამეხმარება მეგი. მეგი იქნება დღევანდელი ჩემი მსაჯი. აი მეგი მოკლედ რა არის თემა და რატო ვართ აქ და რას ვაპირებთ. ვესტუმრებით სამ მაღაზიას, ეს იქნება Adidas, Nike, Puma. მაგრამ ამოანათე ძალიან ძმაოსაო. ხოლო წესებს მეგი გაგვაცნობს. გამარჯობა, მე მეგი ვარ. ამ ვიდეოში სამ მაღაზიას ვესტუმრებით. ეს იქნება Adidas, Nike და Puma. მირიანს კი თითო მაღაზიაში ექნება 3 წუთი და 500 ლარი იმისთვის, რომ თითო ლუკი ააწყოს. მე მზად ვარ, მე ჩემი ტაქტიკა გამაჩნია. ვიწყებ ფეხსაცმლით, იმიტომ რომ ყველაზე ძვირია, ვაგრძელებ შარვლით და ვამთავრებ მაისურით. და მე თუ ხურდამ რჩება, ვიღებ რამე აქსესუარს. მეგი დაინიშნავს დროს, როდესაც შებაბიჯებ მაღაზიაში ფეხს და ვილოცოთ ჩემთვის. მე Nike-ის მაღაზიაში სხვათა შორის გახსნაზე ვიყავი, რაღაცები დავთირე და ვიცი რასად დევს და როგორ დევს. გოგონი გამოიწია ხელს მიშლი. ჯერ ვერსად ვერ შემოხვალ. არა, შენ არ აჭერ, მე შემოვდივარ და მე აჭერ შენ. ფეხსაცმელები იქით. არა, ნახე რამდენი ფეხსაცმელი. არ შეიძლება ეს უკვე ჩიტინგია. 1 2 3 233 ბევრია და 351 უფრო ბევრია. 179 ჯერჯერობით ლიდერობს, 168, მაგრამ არ მომწონს. რთული იქნება გამარჯვება და აი მეგი ძალიან მიშლია, შეიძლება ცოტა დრო. 128 მეგი, მადლობა შენ მომიყვანე ცოტა. აი ფეხსაცმელი ეს არის შენ არ მიჭერ ხო არაფერს იასნი. მანჟეტი აქვს. გამარჯობა. ცოტა უნდა გავართულო და არჩევის პროცესში მირიანს ეს უნდა ეჭირო. დაიჭირე, არ შეიძლება. სანამის twini ჟელატინად გადაიქცა, იცოდე მოთხე დავიტყვით სადაიქცა. აუ მეგი ფასებს ვეღარ ვნახო. 124, 128 ჯერ ძალიან კარგად მივდივარ. შარვალი მინდა ეხა რა. წუთ ნახევარი დარჩა, ნახევარი დრო გასულია. ეს რა კაია. 199 ბევრია, რამდენზე ვარ 128? 200 რაღაცაზე ვარ და 200 რაღაცა მაქვს ეხა რომ შარვალი ჩავიცო. ბიჭო, ფასებიც უნდა ვნახო და გარედან მაინც იყოს დაუძვრები შარვლებში. არა, არ უხდება ეს ამას. აუ მეგი ეს რაღაცა მომაშორე. ნახევარი წუთი. მოდი ქუდებით დავასრულოთ ხოლმე რა. 39, 40 ლარი მაქვს ხო ზუსტად? 39. მოვჩი მეგი. კარგი, დროს გავაჩერებ, ასევე ჩაიწიე, მაგრამ ძალიან ახლოს იყავი გადაცილებასთან. აბა დავთვალოთ, მომეცი. დათვალში დავიხმარებ ჩემი Nike-ის კალკულატორს და პირველი ვიწყებთ ჩემი ფავორიტი ქუდით, რომელიც 39 ლარი ღირს და არ ვაგრძელებ, სანამ არ გავიკეთებ. მიხდება? ძალიან. ხო. კარგი, გავაგრძელოთ ფეხსაცმელი ღირს 128, შარვალი ღირს 209. 209 პლუს 124. 124. ძალიან მაწვალებ მე. და ესეც რა გამიტარდეთ თუ შეიძლება. ანუ ზუსტად 500 ლარში ჩაეწია. ზუსტად 500 ლარი როგორ რანაირად? მე რომ მითხარი 40 ლარი დაგრჩაო და ეგ ქუდი რომ 39 ლარი ღირდა, მე მგონა რომ 499-ზე ვაკეთებდი რო რამე. ვაუ, ძალიან მომწონს. ფეხსაცმელი მაცვია 44 ზომა, 2 ზომით დიდი მაქვს რა. ნუ ყველაფერი დიდი მაქვს რეალურად, მაგრამ ამ ლუკში ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? ყველაზე მეტად აქედან მომწონს მაისური. აი ქუდს გეტყოდი, რო გეთქვა რომ ფასით და overall რომელი მოგწონსო, ქუდს გეტყოდი, იმიტომ რომ 39 ლარი ღირს ქუდი და ძალიან კაი არის. 10-დან 9-ს დაგიწერ, იმიტომ რომ ფეხსაცმელი გაცვია დიდი ზომა. დავიწყეთ? ნუ მეჩრები.
ჩვენ ახლა ვართ Adidas-ში შევალთ. შევალთ Adidas-ში, მირიანი არჩევს თავის ტანსაცმელს და მე ასევე შეუფასებ, რამდენად გემოვნებიანია. ცოტა მეეჭვება, იმიტომ რომ არ ვიცი. იმიტომ რომ ხო, მართალია, არაფერი არ მაქვს აწინა. ანუ შემომხედს ხო რა, იმიტომ რომ ეხლა ვაპირებ ცოტა ცეკვას და ცოტა დვიჟენიას რა. ანუ შენ დროს ჩავთავ და შეხვავ. დროს ჩართავ და შევალ არა? შევალ და მე ჩართავ დრო. კარგი, შემოდი. მოიცი როგორი. კარგი. არა, კარგი. ჩაირთო. roll over back in time and thanks a lot. აი მასადე ხა ფასებს ვერ დავაკვირდებ ეგრე მეგი. აქეთ ბავშვები არიან. აქეთ მამაკაცები არიან. დიდია, ძვირია. 63 ამას ვიმახსოვრებ. ვარიანტი მაქვს იაფიანი და ისერასი. ეს ბოტასების 140. ეხლა მაგარი რას ქვია ერთი წუთი გავიდა ამ წამ შემოვედი. 140 და 170-იანი მაქვს ნახე. ეხლა მე ვნახავ შარვალს და მაგის მიხედვით ავარჩევ იმას. ვაუ, მეგი შეხედა. არ მაქვს მაგის დრო. 279 ვერ შავეტევი ვერაფერში, ამას რო ავიღო. 171 მე მგონი იდეალურია, 140 და 170-იანი მქონდა იქ დასეივებული. Love and treat tonight. ოპა, მეგი. ფასი 225 და 171. 326 და 180 ლარამდე მაქვს. კიდე რო ხო? თუ არ მაქვს. 225-ს დაუმატე 171 მირიან რა გჭირს? 396 გაქვს, ანუ 104 ვარ დაგჭირ. კაი. ერთი წუთი დაგჭა. 124 112 101 დან und მოიცა? ეს არის ხო, ეს იგივეა. ამას ვიღებ. შო მოვჭი მეგი. მორჩი? კი, 101 ლარი. 3 ლარი დამჭა. მოდი დავითვალოთ. ჩემი Adidas-ის კალკულატორით. ეს ფეხსაცმელი ღირს 225. ეს ზედა ღირს კოპტა თქვია. 101 ლარი. უკრინდან არ მინახავს. გვიანია. და შარვალი მომეწოდა უკაცრავად. ბოდიში. 171 ლარი. ვა, 3 ლარი დარჩა ნახეთ. მე ტყუილო გითხრები იქ შენია. კი, მე არ როგორც უკვე ვთქვი, არ გენდობი. ხო, არ გენდობი. ვა, მირიან, მანეკენი მეგონე. არა, გოგო, მე ვარ რა გჭირს. მომწონს, შენი აუთ. ხო, ნუ შარვალი მაქვს ძალიან დიდი. ძალიან კომფორტული ჩანს. 3XL. მაგრამ მე ნახე, ეხა ვარ, მე ხო ვარ. ხო, რა გჭირთ. მე ხო ჩილგაი ვარ. აი მინო ჩილგაი ვიძე ვარ, რა. აგავაკეთო. აი ეს ფეხსაცმელი არის ჩემი ჩილგაობის სულის ამოძახი. ანუ ყველაზე მეტად ეგ მოგწონს. კი. მეგი დამიწერე 10-დან. 10-დან 8. 10-დან 8. ყველაზე მეტად რა მოგწონს? მეც ფეხსაცმელი. მაგით უყიდულობ ისე? ონ ჩაო. აი მე მткиვა, ფეხი მткиვა. ჩამო. მოვედით პუმაში. მე როგორც შევყიდი, დროს გავუკონტროლებ, როგორც კი მაღაზიაში შედგავს ფეხს. ახლა წავედით და ვნახოთ რა შეცდო. არ შევდივარ ჯერ. მივესალმო ხალხს. გამარჯობა. მალე არ გაქვს დრო. მოიცა, სამ რამდენი მაქვს? 13 წამი, ანუ ესეთი მაქვს კიდე 6 თითო წუთზე რომ მეყოს. მაგეთ გოგოებია ხო მეგი? აი უკვე მეხმარები, ხედავ? 202 ლარი. ნახე რა კაია მეგი? თან თეთრია, თან ნეიტრალური. მე მგონი რამე 38 ზომა მოგიხდება. ოპა. 280 ლარი. მაინც შეგვიძლია. ეს მინდა რომ გავაკეთო, ეხლა რომ აცვია.
არჩე ისავარჩიე რა 280 ლარი ღირს ესეც. წავედი ჩარვებში. ეს ძალიან სპორტულია. ძალიან ფეხბურთელია. შორტები არ გვინდა. ეს არ გვინდა. რამდენი მაგ დრო? მეგი დრო? წუთი და 34 გავიდა. ნახევარი დრო აღარ გაქვს. აი მაიკა უცებ ნახე რამდენი მაიკა არის. მოიცა. მეგი არ შეიძლება ეგ. 79 ლარი და აუ შენ ვერ. საც უნდა მიაქციო ყურადღება, ხო იცი? ეს არის ელი და ჩემია. აი ძალიან მომწონს, პროსტა გოგოსია რა. აუ რაღაც ძალიან დაუბანჩალებ, არ ვარ მზად. დამიმატებ ცოტა დროს. შეყვარებული რო ხარ ჩემი? კაი მე გიშარვალი დამჩა დრო რამდენი მაქვს? ერთი წუთში პროსტა ფასების ნახვას ვერ უასწრებ. ძვირია. ეს 78 ლარი ღირს? შო, იგაა მაშინ. დრო რამდენი მაქვს? გავიდა ფული რჩება. ცოტა ფული დარჩენილი. ეს სამასა? ნახე, ვარდისფერი, მაგრამ ეს გოგოსი. ოპა. დრო. 15 ფასი. 22 ლარი. ორჩი. ისინი უნდა დააბრუნო. აუ, ეხა ეგ უკვე პროჭობო. ეხლა დავთვლით ჩვენს ფასებს, რომელშიც ჩემი უნიკალური კალკულატორი დამეხმარება. ესენი პუმას კალკულატორია ხო ბოდიში? ხო, პუმას კალკულატორი. 280. 79 მე გიკარნახებ. ზედა 79. არგენდო. გიკარნახებ. არგენდობი. 78 ლარი. ჯერათ. შარვალი ჯერათ. და მე მჯერ. 22 ლარი. ხელში მეჭირო. შენ დაგშა ზუსტად 11 ლარი. გვაქვს 11 ლარის რამე ბურთი შმურთი. მე ძალიან მომწონს ფეხსაცმელი ცალკე, მაისური ცალკე, შარვალი ცალკე, კეპი ცალკე. რა არის? ახლა ნახე რა, 3 წუთისთვის, აი ამ ჩემი გამოფლიანებისთვის და რაღაცეებისთვის იდეალურად მაცვია ჩემი აზრით რა და რაც თავარია ჩავიტიე 500 ლარში, გაბიზმანე, მართალია რომ იშარვალი რომ ამეღო და რაღაცა გამომეკლო, ალბათ უფრო ლამაზი ვიქნებოდი, მაგრამ ეს არის რაც არის რა. და მე მომწონს რა ვიდა. ხოზე. ეხლა ნახეთ რა ვითარება და რა მდგომარეობა არის რა, მეგი არის დღევანდელი ვიდეო. მე ვარ დასრულება. დასასრულს მივუახლოვ და ხო და ის არის რა ქვია, მოვრჩით მოკლედ სამივე მაღაზიაში ვიყავით, Adidas-შიც, Nike-შიც, Puma-შიც. ეხლა ვიტყვით ჩვენ ფავორიტებს და თქვენი ფავორიტები თქვით. მოკლედ 7 ვიდეო მიდევს წესით აქამდე რა. აი ამ ვიდეომდე დევს 7 ვიდეო. ჯამში ალბათ ვიძახი 4ჯერ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, შეიძლება არც. და გამოიწერეთ ჩემი არხი თუ შეიძლება. თუ მოგწონთ ჩემი არხი. და მეც თუ მოგწონთ. მადლობა. აი ახლა დროა მეგი დავასახელოთ ჩვენი ფავორიტი და გამარჯვებული ამ 3-დან რა. 1, 2, 3, Nike. Nike იყო ჩემი ფავორიტი, ვისაც გონიათ რომ მე რამე ფული გადამიხადეს ან რამე მაჩუქეს ძალიან ცდებით, არაფერი არ გადამიხადეს და არაფერი არ მაჩუქეს, ეს ჩემი ცხოვრება არის, ეს ჩემი ლაიფსტაილი არის. რაც მომეწონა ის უნდა მიყიდოს მირიანმა. კი ბატონო. კაი და თქვენ დაწერეთ რომელი ლუკი მოგეწონათ ყველაზე მეტად და მეგის გაუხსპამოთ მადლობები რომ ესე დაგვეხმარა და ესე შეგვიშალა ხელი ერთდროულად. მადლობა მეგი. კარგი მეც ვიტყვი. მოკლედ, გამოიწერეთ ეს არხი. რა, ანუ მზდიე რა? კაი, წამოდი. გამოიწერეთ ეს არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და კომენტარებში დაუწერეთ მირიანს თქვენ რომელი ლუკი მოგეწონათ ყველაზე მეტად. რატომ მიყურებ ეგეთი სახით? კარგად!